მოცხადებული ტერორი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან სტუდენტები, ლექტორები, პოლიტიკოსები, ასევე ფინანსისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე, რომელიც პროპაგანდამ უკვე დიდი ხანია სამიზნეში ამოიღო. დაკავებულებს შორის იყო ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს. დაკავებისას მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს, მათი ნაწილი მიყენებული დაზიანებებით არის საავადმყოფოში გადაყვანილი. დაკავებულები კი სხვადასხვა იზოლატორში გადაანაწილეს, მათი ნაწილი თბილის გარეთაც. რას ყვებიან დაკავებულების ოჯახის წევრები, მეგობრები, რომლებიც თან ახლდნენ დემონსტრანტებს მათი დაკავების მომენტში. მათ ესაუბრა ქეთი ნადიბაიძე და ახლა დეტალებით გვერდება პირდაპირ ეთერში. Თავარ დავიწყებ ბოლო ინფორმაციით, რომელიც გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებით გვაქვს. მას შეხვდა მისი ინტერესების დამცველი ცოტა ხნის წინ. ქადაგიძე დაკავების შემდეგ გადაიყვანეს დუშეთში, ახლა იქ არის ის. და როგორც გვიყვება მისი ინტერესების დამცველი, ის არ არის ნაცემი, თუმცა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ის დაიჭირეს გუშინ მიზანმიმართულად, როდესაც მსვლელობით მიიწევდა აქცია სანაპიროზე, ის ტროტუარზე, არ არღვევდა კანონს და მიზანმიმართულად სამართალდამცველთა ჯგუფი წავიდა მისკენ და ის დაიჭირეს, გადაიყვანეს დუშეთში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აქვს მას წაყენებული მუხლები და დღეს ახლა უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი, ისევე როგორც სხვა დაკავებულების. და გიორგი ქადაგიძე არ არის ერთადერთი, ვინც მიიჩნევს, რომ უშინდელი დაკავებები იყო მიზანმიმართული კონკრეტული ადამიანების მისამართით. ჩვენ ვესაუბრეთ მაგალითად სხვა დაკავებულების მეგობრებსაც, რომლებსაც დარჩათ საბეჭდილება, რომ ერთგვარი სია არსებობდა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ ამ სიებით და იმის მიხედვით იჭერდნენ ადამიანებს, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე რიგით მოქალაქეებს, რომლებიც აი ამ პერმანენტულ აქციებში მონაწილეობენ, ისე რომ მათ მიზეზი არ სჭირდებათ. არაერთი ადვოკატიც გვიყვება იმის შესახებ, რომ უმიზეზოდ არიან დაჭერილები მათი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც მაგალითად ბორდილუზე იდგნენ, არ ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობები, იჭერდნენ ასეთ დემონსტრანტებს და შემდეგ თითქმის ყველა მათგანს გარკვეული სახის ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად დაზიანებები აქვს ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მიყენებული. არიან ისეთების, რომლებიც მძიმე ფიზიკური ანგარიშტორების შედეგად საავადმყოფოშიც აღმოჩნდნენ. არანაირ კომუნიკაციას, შელაპარაკებას ან დაუმორჩილებლობას არ ქონია ადგილისგან ტროტუარის მხარეს ვიყავით, როდესაც სპეცრაზმა მოწოლა დაიწყო. მოულოდნელად იყო თავდასხმა დიმას მიმართულებით, იყო აგრესია, იყო ძალადობის ფაქტები, არა მარტო დიმას მიმართულებით, არამედ ვინც ცდილობდით, რომ დაგვეცვა და არ გაგვეტანებინა დიმა და მის დაკავების ფაქტს მოყვა სწორედ ტევ1-ის ოპერატორის დაზიანებაც. უმეტესობის შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინასწარ იყო სია განსაზღვრული. დიმა ბიძინაშვილი, ლუკა თეთრაძე, რომელიც ძალიან აქტიურად უდგას სტუდენტურ მოძრაობებს თავში, სერგი გიგანი, ნიკა მელია და სხვადასხვა პოლიტიკოსები. ხელწერა ტრადიციული არის, ძალადობა, ცემა, დახშობა და ასე შემდეგ. მას ფიზიკური ძალადობის კვალი არ ენიშნებოდა, ის როგორც აცხადებს, მასზე იძალადეს პოლიციელებმა, როგორც აცხადებს ტრანსპორტირებისას. როგორც აცხადებს, საერთოდ უდანაშაულოა, ინციდენტის ადგილას არც ყოფილა, მოშორებით ტროტუარზე იმყოფებოდა, როდესაც პოლიციელები სხვა პირებს აკავებდნენ, მასთანაც მივიდნენ და სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს. ჯამში როგორც ძალოვანი უწყება ამბობს, 31 ადამიანი არის დაკავებული გუშინ თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს და არა მხოლოდ ამ აქციის დროს, არამედ იმ მსვლელობის დროსაც, როდესაც ეს აქცია დაიძრა რუსთაველისკენ. სანაპიროზე დააკავეს ასევე არაერთი ადამიანიც. დაკავებულებს შორის არიან პროფესორები, ილიას თესეუს ლექტორები, ასევე ისტორიკოსები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსებიც. პოლიტიკური ლიდერებიდან დაკავებული იყო ნიკა მელია, გიგი უგულავა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, თუმცა ხელწერილი საფუძველზე გაუშვეს გუშინ გვიან ნიკა მელია. არიან დაკავებულები სხვა პოლიტიკოსებიც, პარტიების წარმომადგენლები. ისინი გადანაწილებულები არიან თბილისის იზოლატორებში, როგორც დიღომში, ასევე აბჭალის იზოლატორში, თუმცა რამდენიმე დაკავებული ქალაქგარეთაც არის, მაგალითად როგორც გითხარით, გიორგი ქადაგიძე დუშეთში იმყოფება. მომდევნო 2 დღის განმავლობაში დღეს ან ხვალ უნდა შედგეს უკვე სასამართლო პროცესები. 31-ს ძალოვანი უწყება ედავება ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას, ანუ ადმინისტრაციული წესით არიან ისინი დაჭერილები.